ვაშინგტონი თვლის, რომ კოსმოსურ ინოვაციებთან ჩამორჩენა ამერიკის გეოპოლიტიკური პოზიციებისთვის იქნება ფატალური. კოსმოსური ეპოქის ისტორია შეერთებული შტატების მტკივნეული მარცხით და საბჭოთა კავშირის ტრიუმფით დაიწყო. 1957 წელს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში პირველად გაუშვა ხელოვნური თანამგზავრი სპუტნიკ 1 და მალევე ორბიტაზე გააგზავნა ძაღლი ლაიკაც. პირველი ცოცხალი არსება, რომელიც დედამიწას გასცდა. 1 წლის შემდეგ შეერთებულმა შტატებმაც წარმატებით გაუშვა პირველი სატელიტი Explorer 1 და კოსმოსური რბოლაც დაიწყო. დღეს არც ერთ ქვეყანას არ ყავს იმდენი ხელოვნური თანამგზავრი, რამდენიც შეერთებულ შტატებს. მათი უმრავლესობა კი ეკუთვნის ილონ მასკის SpaceX, რომელიც მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კომერციული კოსმოსური კომპანიაა. SpaceX-ის თანამგზავრები Starlink-ის საშუალებით ინტერნეტს აწვდიან პლანეტის ყველაზე შორეულ რეგიონებსაც კი, მაგალითად ამაზონის ჯუნგლებს. ამასთან ახლავს კრიტიკაც, რადგან შეერთებული შტატების სამოქალაქო თუ სამხედრო კოსმოსური სისტემები დამოკიდებულია ერთ რთული ხასიათის მილიარდერზე. მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა, რაც ჩვენს ადრეულ ვიდეოებში უკვე განვიხილეთ. და სიტყვა სამხედრო არ მოგესმათ. კოსმოსი ამერიკისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში შეიქმნა შეიარაღებული ძალების კოსმოსური დანაყოფი. It is not enough to merely have an American presence in space. We must have American dominance in space. Space Force. The Space Force. Space Force. People love that. ამიტომაც კოსმოსური ძალების ბიუჯეტი მზარდია. წელს მათი დაფინანსება 40 მილიარდ დოლარამდეა, რაც 2025 წელთან შედარებით 11 მილიარდით მეტია. ეს მილიარდები კი იხარჯება ახალი ქვედანაყოფების შექმნაში და ტექნოლოგიების განვითარებაში. მაგალითად 2023 წლიდან რამშტაინში, გერმანიაში, მოქმედებს ამერიკის ახალი საჰაერო ბაზა, სადაც განთავსებულია ამერიკის კოსმოსური ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობა. ცნობისთვის დაგვიმეგობრდით YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე.